პატრონალობთ, პატრონასო, გიორგი. ყველას დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ გვაძლევთ საშუალებას. გამოთქვა ჩვენი მოსაზრება იმ ტკივილ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ძალიან გვაწუხებს ყველას. და მე შემიძლია ვთქვა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ დღეს არის კატასტროფული მდგომარეობა ჟურნალისტიკაში და ფაქტიურად ეხლა ჩემმა მეგობარმა გიორგიმ თქვა, რომ ხელობაო და არა. ჟურნალისტი არის მოღვაწე, საზოგადო მოღვაწე. თუ ჟურნალისტის აზროვნება ამის იქით გადადის, ის უკვე ჟურნალისტი აღარა. იმიტომ რომ იმდენი განათლება, იმდენი შემართება უნდა ქონდეს კაცს, ავიდან ცუდი გაარჩიოს და პერსპექტივა განსაზღვროს. ვის უნდა გაყვეს დღეს ადამიანები? ვის? ადამიანებს, რომელსაც წიგნი არ აქვს წაკითხული, არ გაუკეთებია 9 აპრილის ანალიზი. არ გაუკეთებია აფხაზეთის ომის ანალიზი. არ გაუკეთებია არც ერთი მოვლენის ანალიზი. და დღეს ზივართ, უბრალოდ ჩვენ კი არ ზივართ. ზიან ადამიანები და ამაზე არ მსჯელობენ, არც გამოაქვცა სააშკარაოზე. რა დაგვემართა, რა გვჭირს. დღეს მაინც ხო შეიძლება ამ თემებს მიუბრუნდეთ და დავინახოთ სწორი გზა, სად უნდა წავიდეთ და სად წავიდეს ჟურნალისტიკა. რა ჟურნალისტიკაზეა ლაპარაკი? სოფელი დაცლილი, ნარკომანია, ლუდომანია. სად არის ეს თემები? სად არის? თუ რაღაცა, რომელიღაცა პატარა ტელევიზია წამოიკნავლებს და ისიც უკვე ვატყობ, რომ უკვე ხელისუფლების იმაში ნავებში ზდებიან უკვე და შეიმოცენ და ტკბილად არიან უკვე და თბილად არის. სანამ ეს იქნება, სანამ სიყვარული არ დაბრუნდება, სანამ პატიოსნება არ დაბრუნდება. პატიოსნება. პასუხი რა თქმა უნდა პატიოსნება ეს უკვე პასუხი. ეხლა რისი მოდი ასე ვთქვათ რა. ჩვენ რისი ერთგულები ვართ ჟურნალისტები დღეს ბუნებითობის კანონიდან გამომდინარე საკუთრების დამცველები ვართ საზოგადოებაში შრომის უფლებების თუ ბედნიერების დამცველები დღეს ჩვენი ჟურნალისტები ამ თემებს საერთოდ არ იცნობენ ეს რა თემებია არ იციან ქრისტიანული მორალი არსებობს სადმე ტელევიზიაში ქადაგება აქედან არსებობს არ არსებობს ესე იგი როგორ ვართ იცი რამდენი ორ პარტიას აქვს ხელთუპყრია ეს ყველაფერი და ესენი ერთმანეთს აცოცხლებენ იმიტომ რომ ჩვენ თუ კონკურენტი პარტიები ვართ ჩემ ეკრანზე რატო ჩავს მოწინააღმდეგე პარტია ამდენი რაოდენობით ესე იგი ჩვენ ერთმანეთს ვასაზრდოებთ ის კი არა და ორივეს ვინახავ თურმე აღმოჩნდა რომ თურმე სუკის თავმჯდომარე ინახავს ოპოზიციურ ეხლა ამის შემდეგ ძალიან რთულია ადამიანებს ელაპარაკო რომ რა გვჭირს, რატომ გვჭირს, რისთვის გვჭირს ეს ყველაფერი. ვის ტკივა ქვეყანა უნდა მონოცი არ იყოს. მე მტკივა ესპანეთი. ვის ტკივა საქართველო? იქ სადღაც სუფრასთან სამზარეულოში თუ რესტორანში თუ ადამიანი. ხო, საერთოდ ვის ტკივა ადამიანი და ძაღლზე რა მავიატეხეს ძაღლებზე. და ამ დროს ადამიანები ქუჩაში ყრიან და სანაგვეში იქექებიან, ხო? აი, ამსად ჟურნალისტიკასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს არის მართვადი პროცესი და ეს მართვადი ქაოსი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ძალას აინტერესებს, ვინცაც დღეს საქართველოს ბოლომდე ვერ გაიყო. ვინც ვერ გაიყო საქართველოს. არის კიდევ დარჩენილი თემები, რომლებიც უნდა გაიყო. ეხლა მოდით ვთქვათ, თურმე აი რა ქვია, ბალახვან ხესიოთ რა ქვია. ნამახვან ხეს. თურმე ხელშეკრულებას მოაწერა ვიღაცამ ხელი, ვიღაცამ კი არა პრემია. ეხლა სახელმწიფო უნდა გადაიხადოს 400 მილიონი. ახლა მოდით ვთქვათ, ეს წაუგებელი თამაშია. ვთქვათ, მე ვარ თურქული მხარე. ხო და მე არაფერი არ წამეგია. ეხლა დაირღვევა ხელშეკრულება, მიიღებ 400 მილიონს. არის ვერსია, რომ გოლეთიანი და ეგენი თურქული კომპანიის მიევითნენ დაქირავებული. კი ბატონო, არა აშენეს. არაფერი არ არის და მიიღეს 400. ასევე არის ახლა იგივე თამაში. იმ ვარლამ გოლეთიანს უამრავი ადამიანი, თან მე პერსონალ წესიერი ადამიანი ხას უჭერდა საკუთარი სიბრიყვიდან. ხო, მაგრამ ემოცია არა. ჩვენ აბა ინფორმაციული უზრუნველყოფა რა იყო? ინფორმაციული უზრუნველყოფა იყო, რომ ეს არის იმერეთში თურქეთის დაფუძნება, მათი მოსახლეობით, სტუდენტებით, მოსწავლეებით და ამას გაექცა ქართველი ხალხი და მეც კი ვიჯექი და ვფიქრობდი, ვა, ეს როგორ მე არ მქონდა. სართულიანი მატარებლის მაგალითი ყველა არ მომიტანე. იულად
მისახვედრი იყო ეს დეზინფორმაცია იყო, მაგრამ ადამიანებმა დაიჭირეს სიამოვნებით დაიჭირეს. მოდი ახლა როგორ ვიცი რა ალბათ ეკრანს საერთოდ არაფრის ბევრი რამის არ შეიძლება, მაგრამ ეხლა ადამიანები რასაც ამბობენ, იქ გონივრული ეჭვები ნამდვილად არის. რომ ვინ ასე ცვალებადია, როგორ არის კაცო, დღეს მინისტრია, ხვალ გადაიყვან მეორე მინისტრი ხდება მესამე. ესე იგი არაფერს არ ნიშნავს პროფესია. მე ხო ვიცი ჟურნალისტიკაში რაც ხდება. ვინმე ვიცის რა თემებზე უნდა იმუშაოს? აწუხებს ეს თემები, სოფელი გაქვს დაცლილი და აგერ ბაზარში ზის ხალხი იყურება ტელეფონში, იმაზე უბედური დედამიწის სულზე ადამიანი არ მეგულება. თუ ეს არ გტკივა, თუ ეს არ გაწუხებს და მარტო იმას ფიქრობ, რომ მე ხვალ როგორ მოვიპოვო კიდევ მეტი ქონება, აჯანდაბათ უნდა არ ვიცი, მაგრამ კიდევ აი ხო და ამას ესენი ორივე მხარე ხოლმე ამაზე მუშაობს. ერთიც და მეორეც გარედანაც ფინანსდება, შიგნითაც ფინანსდება და ჩვენ მხოლოდ გულის გახეთქვა და ხეთქვა გვშება და მითოც ახლა ლაპარაკობთ რამდენი გარდაიცვალა. ახლა კაცი და რომელსაც ვეღარ გაუძლო ამ ზეწოლას, ამ უნამუსობას გეუბნებიან, რომ იცი რა, აი 7 ჯერ რომ მოვიყვანე კაცი პრემიერ-მინისტრი რო იყო და რო იყო ლეგენდა კაცი. უცბად აღმოჩნდა არც მინდა გვარი და სახელი დავასახელო. მე იმ კაცს პატივცემდი, რა ვიცი, ასე მეგონა, ხო? მე შორსა ვარ ეხლა იმას რისგან რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. არ მივდივართ სწორი გზით და თუ ჩვენ ამ გზას არ მოვძებნით და კი არ მოვძებნით, დავაბრუნებთ. დაგეგმარებული ჟურნალისტიკა. იცის ვინმე რას ნიშნავს ჟურნალისტიკის დაგეგმარება? არ იციან. თემების ძიება იცის, ერთმა რედაქციამ არ იცის, მეორე რედაქცია დღეს ეთერში რას უშვებს. იმდენად კოორდინირებული არ არის. ხა მე არ ვლაპარაკობ, ფიქრო რანინა ძალიან კაია. თქვა საზოგადოებრივ მაუწყებელს. მე ამაზე არ ვლაპარაკობ. მაგრამ მოჰყავს ექსპერტები, რომელიც იცი წინასწარ რას იტყვის და როგორ იტყვის და რანაირად იტყვის. ამის შემდეგ რო აღარ გიყურებს და ნიჰილიზმია უკვე საზოგადოებაში და აღარ ჯერა, ეს უკვე არის ჩემი აზრით დიდი უბედურება. ამიტომ ღმერთმა გადმოხედოს იქნება და მოვეგოთ კონს და თუ სიყვარულს დავაბრუნებთ და ეს აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. ძალიან ბევრი კანონია მისაღები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პიროვნებამ აგოს პასუხი. კანონები ერთი ამას, საბოლოო ჯამში ყველაფერი კონკრეტული ინდივიდების კეთილსინდისიერებაზე დგას. აი თქვენ სიტყვა ექსპერტი ახსენეთ რა და ხო ვიცით ხოლმე ხშირ შემთხვევაში ბატონო ედიშე ჩვენ სულ ყოფნის იმდენი აღზრდა გვაქვსო იქ პირდაპირ ეთერში არ გავაგზავნოთ შოუს. ხო სწორია და ეს ექსპერტები როდესაც რანინასთან მიმართებაში თუნდაც ერთხელ ერთ-ერთ ექსპერტზე ვიკითხე, განა რა ვალი გვაქვს ამისთან, ამისი რომ ყველა მუსიკალური, ყველა პოლიტიკურ, ყველა რაღაც გადაცემაში ზის ადამიანი ექსპერტად, უბრალოდ განსაკუთრებით მუსიკალურში. ხო, ჟიურიში ზის ერთი და იგივე. ვინც არ უნდა გამოვიდეს, ყველას უწევს 10-იანს, ყველას აქტუალურებისგან რატომ რომ არ აწენინოს. ვინც არ არის ამის ისე ის მომღერალებს აღარ მაყურებელი ყველაზე მაგრამ მე ხისგებულობ ყველა არც რა არის გიორგი იცი მე მაინც ვთვლი რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა ეს გზა თუ არ დაუბრუნდებით ამ გზას ჩვენ მცირერიცხოვანიერი ვართ რა ჩვენ ვერ გადავრჩებით ნახეთ ახალგაზრდები როგორ ბევრი ყავს ძალიან კარგი მაგრამ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს და ისეთი მდგომარეობა გვაქვს რომლის საშუალებითაც მე რიცი ცუდი იმიტომ ჩანს რომ ის არის ტივტივებს ის ტივტივებს უფრო მეტად საჯარო ფიგურაა სოკახთა მე ვინ გახადა ის საჯარო ფიგურა არა სხვა რამეს გულისხმობ შეიძლება ამ ფორმატში არ არის ჩვენი საუბარი რაღაცნაირად მაგრამ დაუშვათ აივანზე რო დგავარ საღამოს და 5 ბიჭი რო ჩხუბობს და ბოლოს სიტყვებით ერთმანეთს აგინებენ ისინი ჩანან ამ დროს 25 ახალგაზრდა სახში არის მეცადინეობს დაუშვათ შეიძლება რაღაცას აკეთებს აი მოკლედ გარეთ არ არის ის 25 არ ჩანს ის არც გამოჩნდება უბრალოდ მაგაში დავძელ მოაჩენ ხალხო მაგრამ დღეს მეტი საშუალება არავინ არ გამოაჩენს აი შეხედე რამდენი უნდა გვეძახა ბავშვებისთვის ფეხბურთი თამაშეთ რამდენი ერთი კვარას მაგალითმა
თელ საქართველოში ბავშვებს ააღებია ბურთი და დააწყებია ფეხბურთის თამაში. ვინც ეს არ იცის, რომ ჟურნალისტიკა არ ეფუძნება მაგალითის ძალას და დადებით ემოც. არა მარტო ჟურნალისტიკა. არა, მე ჟურნალისტიკაზე ვარ, შემთხვევაში ლაპარაკი. არა, ახლა ხო და ხელოვნ, ხო. მე უბრალოდ იმას ვიტყვი, რა ვიცი, ექვთიმე თაყაიშვილის წესიერება გადამდები აღმოჩნდა ბევრისთვის. შეიძლება არ აღმოჩნდა, არ აღმოჩნდა. არ აღმოჩნდა, მაგრამ მე მესმის. არა, მე ისი თქმა მინდა, იცი? ეხლა მშობელს რო გოგო მიყავს მოდელების სახში, რომ უნდა დაასაქმოს მოდელად. ეს ხო უკვე ტვინი გადახრაა უკვე, ხო? ესე იგი სად მიყავს? რომ სხეული გაყიდოს და ძვირად. ხო, აბა რა მოსამოდელო სახლები რა წარმოადგენს ახლა ეს ეთერისთვის არა წილში უნდა ჩაუждდეს თავში. აბა რა და აი ასეთი დანგრეული მეტალობით ქვეყანა არ შენდება და არის ის საზოგადოება რომელიც არის